მოგესალმებით ბატონო ირაკლი. ზოგადად ამ ნამუშევართან დაკავშირებით რო გვითხრათ რისი თქმაც გსურთ და ზოგადად თქვენ შემოქმედებასთან დაკავშირებით. ნუ დიდი მადლობა რომ გზანდით და დიდი მადლობა რომ გადაიღებთ შრომეთ. მე ეცი რაზე მინდოდა გამეხვილება ყურადღება. უნდა გამეხვილება ყურადღება სოთა ამ ნახატზე. რომელზეც ერთი პატივშობილი პიროვნება გიორგი სარაჯიშვილი, ეს არის მათემატიკოსი, ისტორიკოსი, რაღაც ცნობილია იმით განსაკუთრებითო, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კიდევაც YouTube-ზე თუ არ ვიცი, ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ გიგო გაბაშვილი, წიგნი გიგო გაბაშვილი ფოტოგრაფი. აი ამ წიგნის ავტორი და აქ მოხდა პრეზენტაცია, კულტურის მინისტრიც იყო ამ პრეზენტაციაზე მაშინდელი. და ესე იგი ეს კაცი გოგი სარაჯიშვილი უკვე 20 წელია დაახლოებით იძახის რომ ეს ნახატი თბილისის მირჩევანი ხა მე არ ვიცი კიდე რამოდენიმე ნახატზედაც ამბობს კიდე აი ეს ნამუშევარი კიდე ეს რო არის და ესე იგი ჯერ იძახოდა ნახევარ თბილისის მირჩევანი ეხლა ბოლო 10 წელი 15 წელი ნუ რაღაც ასე ამბობს რომ ეს ნახატიო მეო თბილისის მირჩევნიაო ხე რატომ რას გულისხმობდა კონკრეტულად რატო ამბობს არ ვიცი ეხლა მაგას ყავს ქალიშვილები ტყუპები და ეს ნახატის სათაური არის ტყუპები და როდესაც მან ეს ამბავი გაიგო ესე განგრევის ამბავი ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს ესე იგი მას შეატყობინეს თუ არ ვიცი სად მოისმინა ტელევიზიაში თუ რადიოში მან გონება დაკარგა ესე იგი იმდენად მას ამ დროს მისი ქალიშვილები გონი ლონდონში იყვნენ არ ვიცი ეხლა წარმოიდგინდა რა მოხდებოდა თუ სად იყვნენ წარმოიდგინეთ ეს რა ეფექტი მოახდინა ამ ამბავმა ნუ ეხლა ისედაც რა ვიცი მოეწონა ეს ნამუშევარი რაღაც გამოფენებზე მქონდა ხოლმე ერთი ორჯერ და ხალხიცა თქვა და არ ვიცი ეხლა მინდოდა რომ ის ნავთმა მას გაემეორებინა მაგრამ ეს ნახოთ მე შეიძლება ეს მოხდეს ნუ ყოველ შემთხვევაში აი ეს იყო ჩემი თავარი იდეა და მე ცხადია მე ეხლა რაჯობია იმასო ნამუშევრებს კიდევ ერთხელ რაღაცნაირად YouTube-ზე ადამიანები ნახავენ ჩემ ნამუშევრებს ხელოვანთა არ ასენახავენ YouTube-ზე ხელოვნების პოპულარიზაცია და ჩვენი პოპულარიზაცია მე ხლა უბრალოდ ერთ-ერთი ჩემი ნაკლი ის არის რომ ცნობადობა შედარებით დაბალი მაქვს ეს არ ვიცი ხა ხარისხი ხა თქვენ თუნდაც შეაფასოთ როგორი ხარისხია მაგრამ ცნობადობა დაბალი იმიტომ რომ ხა ახალგაზრდებს ახლა მეც თუ გადის უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს და მithumetes მეტი ის არის mithumetes ახლა ხელოვნური ინტელექტი ახლა მაგ ცნობადობა დაბალი მაქვს და ორხრივად ერთი როგორც ტუბების პოპულარიზაცია და ისევე ნამუშევრის პოპულარიზაცია ეს გადაცემა ხელში უწყობს დიდი მადლობა ბატონო ირაკლი მონაწილეობა გამოფენაში მიგიღიათ ხო როგორც ვიცი სამწუხაროდ რაოდენობით იმიტომ რომ მე ახლა გეტყვით ახლა ისტორიას ედმონ კალანდაძეს რო უთხარი 2013-ში გამაგზავნეს მასთან რეცენზია უნდა დაეწერა კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას რუსთაველის პრემიაზე ხო და ვინახარ რა ხარ შენო მითხრა არ პირველად დამინახა და მე რა უთხარი ახლა ამდენი გამოფენა მქონდა და მაშინ მქონდა მგონი 2013-ში შეიძლება 30 მე დაემატა 7 რა შეიძლება 32 რას ლაპარაკობ მე აი ამხელა კაცი ამხელა საქართველოს სახალხო მოღვაწე კულტურის მინისტრიც იყო ერთ პერიოდი მე 5-6 ამ გამოფენა მქონდა მეტი არა და მე ეს არის გაჭირვების გამო ესე იგი არა იმის გამო რომ ესე იგი იმის გამო მოხდა რომ ხა აკადემია რო არ მაგრამ დამთავრებული მე კიდე მეორე მომენტი იყო რომ მე ხატრობაში რო გადავედი ძალიან გავრისხე იმ მომენტში მე ამერიკიდან მოწვევა მქონდა ძიმე დავიჭერის საფხაზეთში იმ ქვეყანაზე ვიყავი ძალიან გავრისხე იგი ხელი გადაუსვი უარი თქვი მეცნიერების გაგრძელებაზე ერთ-ერთი უნდა მერჩია და აი მივყავი ძალიან გავრისხე რა და არ მეგონა თუ ასე რთული იყო და ხა რატო გეუნებით იმიტომ რომ აქ ამ დროს უკვე ძალიან დიდი ხატრები იყვნენ თითქმის სოფლიო დონემდე მიღწეული მithumetes ჩემი მეგობარი ირაკლი ფარჯიანი მათ სოფლიო დონემდე ასეა ნათქვამი რომ სოფლიო დონემდე აწია რა ქართული მხატვრობა და სამწუხაროდ ირაკლი ჩემი ახალგაზრდა მეგობარი გარდაცვლილი იყო 91-ში მე დავიწყე ამბები უკვე 5 წლის შემდეგ 16-ში 15-ში ახალგაზრდა ოვის შემდეგ ძალიან დიდი სარისკო ამბავი იყო ხო და
ამ დროს ესე იგი ირაკლის ჩრდილი და ისა მაინც მომდევდა, იმიტომ რომ შედარება ვიცი ხა მისი ნათქვამი და რაღაცები და მე არ ვიცი გამოყენეთ თვალსაჩინო ნამდვილად ჩემი სტილი სულად სხვანაირია, თქვენ ალბათ იტყვით კიდევაც სხვანაირი მიმდინარეობაა ირაკლისი, ჩემი ირაკლის უფრო სულიერიც არის, უფრო შინაგანად, უფრო ძლიერიცაა, ჩემი უფრო ექსპრესიულიცაა, ხელოვნურმა ინტელექტმა გათქვას ფოტოშორის, მე ამას არ მალავ, ვიდრე შედარება რო გააკეთა. უფრო ექსპრესიული ხაზები აქვს. ნუ ეხლა მე სხვა ისინი მაგრამ სხვა უპირატესობები შეიძლება სხვა რაღაცები არის. ფერში ვცდილობდი მაგალითად კონცენტრირება, ირაკლის მყინვარი ფერწერი იყო, მაგრამ ასე ბევრიც, მაგრამ მე უბრალოდ ვცდილობდი რომ კონცენტრირება გამეკეთებინა ფერზე. ხო, ფერზე. ნუ სხვები უფრო ალბათ შინაგანზე, ზოგი ორივეზე ერთად. აი ეს იყო მთავარი მიზანი, რომ მეაფიან და ალბათ კიდევ ეხლა თქვენც ესო კაი რამე საკეთებს ეხლა მithumetes თქვენც ვფიქრობთ რომ და ხატვის ამბავზე ხატავთ კიდევაც და ალბათ ეხლა მან წარმოიშვება ის დილემა როგორც მე მქონდა რომ რომელი ჯობი აკადემია დაამთავრო და იმიტომ რომ იმას თავის ნაკლოვანი ხარეები აქვს აკადემიის დამთავრებას და არ დამთავრებასაც თავისი უპირატესობები აქვს რა შეხება ჯობია ყველაზე კაი ვარიანტი მე მგონი რაღაცა ზღვარზე აი ამ ორ იმაზე ამ შორის და მე უფრო გამომივიდა როგორც არ დამთავრება იმიტომ რომ პროცენტულად რო ვთქვათ სულ ვიყავი 1% მარტო სამხატვრო აკადემიაში სწავლა ну შეიძლება 2 მაქსიმალური ხო და არ ვიცი აი თქვენ თვითონ გასაჯეთ რა როგორ ჯობია რა აი ეხლა მithumetes ეხლა ну ზეგავლენა ნაკლები არის მაგ შემთხვევაში ხო ზეგავლენა ნაკლებია რა აი ზეგავლენა ნაკლებია mithumetes ირაკლის მაგათაც ეგეთი დაუყენეს ეხლა გამოფენაზე რო იყო ეს იმას გავს მეორეც კიდე ეხლა მაგაშიც არ არის საქმე თლად იმიტომ რომ მარტო იმიტომ რომ ახლა ხედულობით მეხსიერება სუსტი მაქვს, წარმოდგენები სუსტია, ირაკლის კიდე მე მახსოვს ძალიან მაგარი ხედულობის მეხსიერება ქონდა. თავის პლუსები აქვს. ეს მოკლედ თავის პლუსები აქვს, რა თქმა უნდა, აკადემიურ განათლებას. ვირუსი ის არის, რომ შეიძლება წარმოდგენით ვერ დახატო. ფიგური, მაგრამ მე ხა ფიგურებს მაინდა მაინც არ ვხატავდი. ცდილობ პეიზაჟები და ის მე ხა და გაყიდვები სოციალური ამბავი, ექვსი მყავდა და როგორ უნდა გამეხედა ნახატი ეს სოციალურ ფაქტორებს ეს იმოქმედა ძალიან ბევრი ხო და ნუ ესე ვცდილობდი ისეთი რამე დამეხატა რომ გაყიდულიყო ესე იგი მიცემოდა ძალიან ცუდი სიტყვაა მაგრამ სასაქონლო სახე ცნაგლიური ესე იგი ერთი მხრივ უნდა ყოფილიყო შემოქმედებდი მეორე სასაქონლო სახეც რომ მიცემული რომ გაყიდულიყო ძალიან დიდი შედეგი ვერ მივიღე რა დამუშავების რაოდენობა როგორც გავყიდე დაახლოებით 30 მაქსიმალური ამ 25 წლის განმავლობაში ძალიან ცოტა, მაგრამ რა სიზამთ. ხო და ესე იგი, არ ვიცი ხა რა გამოვიდა. ნუ ალბათ ისევ თან გავარკვევთ მე რა შედეგი მოხდა და ეხლა მე მაინც კონცენტრირებული ამაზე რომ ერთი რაღაც ეხლა მე არ მინდა თქვა ამაზე და თუ ეს მართლაც ასეა, თუ გოგის არაჯიშვილის სწორია. მაშინ ნუ არ ვიცი მუზეუმს უნდა გადავწე ეს ნახატი და მაშინ ძალიან კაი რაღაცები შეიძლება მოხდეს საქართველოსთვის. ეხლა ეს მე ამაში არ მინდა ჯერჯერობით ვილაპარაკო და სხვათა შორის კიდე კაი გამაკეთებინეს ამ ნამუშევრის ისა დაპატენტება, იმიტომ რომ მე მოსკოვში ნახეს ეს ნამუშევარი, ეს მე ვაჩუქნიდი ხოლმე რა ფოტოს და აი ზემოთ ადამიანების გამოსახულებები თქოს სულები არის ხო რაღაცა ამის მაგარ სულებია ანგელოზები ზევითაც ანგელოზია ზემოდაც ხო ეგ ზემოთ თქოს სახეს ხედა მიხეილ თავანგელოზის თითქოს თან რაღაცა ცეცხლისალი და რამე ჯერჯერობით არ არის საქმე, იმიტომ რომ ჯერ შენობები დგას თავის ადგილას. ხო, მაგრამ გარკვეულ მომენტი არის რა. აი ეს რაღაც მოახლოვებულია. დანგრეული რომ დამეხატა ძალიან ესე იქნებოდა და ანუ უკვე დაჯახებულია ეს თვითმფრინავი და უკვე რაღაცა იცვის. იწყება რა, ცოტა ის. ანგელოზების ხო გამოჩნდა და აი ეს რა არის აქ დიპლომის რაღაც სერტიფიკატი? ეს არის იტალიაში დაჯილდოება. ანუ გითხარით ამის შესახებ რა ეს ხო იტალიაში ეს ორი ნახატი გაჩვენეს. ნახატი რომ გააგზავნეთ. ხო, ნახატი გავატანე, შეზღუდული იყავი ზომებით 60 სანტიმეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო და ერთი ყვავილები, ერთი პეიზაჟი, თქო რომ გადაიღეთ ის არის. ეს ჩამოიტანეს თქვენ არ ყოფილიყო. ეს დაურიგეს ყველა მონაწილეს. ზოგადად და მივიღე ნამპედუზას პრემია.
ფილიპე ლამპედუზას პრემია, ეს არის, იცით ვინ არის? ვისკონტის რეჟისორი ყოველას აგაგერა, ვისკონტის გადაუღია, მეც პირველად გავიგე რა. ვისკონტის გადაუღია ლეოპარდი, ფილმი ლეოპარდი, აი ამ ლამპედუზას ნაწარმოები, სხვადასხვა ერთი რომანი აქვს სუდაწერილი. რა მინახია და ხო, ну ახლა მაგრამ ეს არ არის საკმარის ეს პრემია როგორც მითხრეს იმისათვის რომ კარგად გაიყიდოს ნახატები არც ერთის არ გაიყიდა იტალიაში მოხდა ამბავი ეს იტალიაში წაიღეს სიცილიაში რაღაც სახელით ეს ქალაქი სადაც დოლჩე და გაბანა რო აწყობენ ხოლმე გამოფენას საკმაოდ ის არსებობს ვიდეო 2 საათიანი ჩვენი რა ყველაფერი ქართველებმა ჩოხები ჩაიწვეს ძალიან ლამაზად გააკეთეს ყველაფერი მაგრამ სამწუხაროდ ნახატები არ გაიყიდა იმიტომ რომ კიდე ჭირდება რამდენჯერმე ესე არ ყოფილს რა ერთხელ ჩატანით გაიყიდოს ეგრე არ არის თუ მუშაობთ ხატავთ ხო ცოტას ხატავ ხო ბევრს ვერა მაგრამ ეხლა ალბათ უფრო ინტენსიურად დავიწყე, იმიტომ რომ ეხლა რაღაცებმა მომაცდინეს, რაღაც შევსებმა, რაღაც პროცედურებმა, ცოტა სამეცნიეროც ეხლა იმდენად არა, მაგრამ მე ხო ინსტიტუტში, კვლევით ინსტიტუტში მუშაობ და ეხლა პატარა ხელფასი მაქვს. ხო, ну ეს და რა ვიცი ხა სამწუხაროდ აი ვიდა უნდა თქვა რომ 7 წელი ნახატი არ გამიყიდია, ბოლო 7 წელი. ხო ძალიან არ ვიცოდი ხა ჩემები უკვე დადგნენ ფეხზე, ჩემი ვაჟები შედარენ და თავის ისინი აქ და ისე ძალიან არ ვარ დაწუხული და ეხლა უფრო შემილია რომ ის გავაკეთო რაც მე მინდა იმიტომ რომ რაღაცით ეხლა მაინც ულებდა ეს ცხოვრება რომ პეიზაჟები და ნატურმორტები გამეკეთებოდა და ეხლა შეიძლება რაღაც რაო თემით კი ისედაც ამოვენ რომ რაო თემით არ ახლა შეზღუდულია მაგრამ ну მაგალითად შეიძლება რაღაცა ну ბატალური სცენები არა მაგრამ შეიძლება რაღაც კომპოზიციები გაკეთდეს რაღაც ფერში გაკეთდეს ხო ეს ნახოთ აი ჩემ გემოვნებაზე რო იტყვიან რომ ყოფილა შეკვეთების გამიკეთებია და შეკვეთები ну ხანდახან არ ამსიამოვნებდა ეს არის ცუდია ისეთი მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაემთხვა რა შემკვეთის და ჩემი სურვილები მაგრამ ხდება ხოლმე რომ ზოგჯერ იძულებული ხარ და ვიცი ესეთი ამოვია. ეხ მესმის თქვენ ანუ შეკვეთა შეიძლება იყოს დამკვეთის რა სხვა სიტყობდეს თქვენი შინაგანი მხატვრული გემოვნებას არ დაემთხვეს. აი მაგალითად ეს სურათი ხო? აი არაიო ეს სურათი. მაგრამ მე დამჭა. ეს სურათი არ დაიღო, ეხლა მითხრა მაგრამ მინდაო ჩანჩქერიო. მინდაო წყალი იყოს და ხეებიო და მითხრა კიდე ცხრის ფარებიო რაღაცა ეხლა არ ჩანჩდა ეხლა აქ ცხრის ფარა და ხეები და რაღაცა ყველაფერს არ ჩადო ცოტა ეთქო მის გემოვნება დამჭა სურათი ხო რა ვიცი მაგალითად რეკმა ყოფილა იმიტომ ეხლა ისეთ ცოტას მაძლევდა სხვადასხვა არ მახსოვს რამდენ ლარს მაძლევდა შეიძლება 200 ლარი შეიძლება 300 ლარი აი ზუსტად უკვე აღნავდა და აღარ შემიძლია თქვა რომ რამდენ ლარა დავხატე ეს და დამჭა მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ რაღაც თანხას მაძლევდნენ იმდენად ცოტას მე მიჩუქნი ეგეც ყოფილა შემთხვევა ბოლო 3-4 შემთხვევა ასე მოხდა რა რომ აი ხა დავიწყე მე თქვა აი ეს სურათი ეგერ ხლა აქ ცოტა ჩანს ეს ნახატი ეგერ ამერიკის ელჩთან ერთად არის გადაღებული აი ეს არის ამერიკის ელჩი ნორლანდი ეს 2014 წელია ხო და ეს არის სასტუმრო ციტადინში 2014 წლის 11 სექტემბერს ეს იყო რამდენი 13 წლის თავი ხო 2001-ში მოხდა და 13 წლის თავზე მოხდა ეს ნახატი მივიტანეთ და იქ დავეხარა ეს კაცი ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი იყო და იმანისკნა იყო ჩაღა და გადაიღო და ეხლა დაამჩა ეს სურათი და არ არის უბრალო საქმე ასეთ პიროვნებასთან და ყურადღება გაამახვილა ხო ნახატზე და